წამების არაადამიანური მოპყრობის ქაოსის მთავარი მათენაზე უნდა ვთქვა გამправებელი ამ ქვეყანაში არის ტელეკომპანია იმედი, რომელიც მოქმედებს ისე როგორც მოქმედებს რუსეთში Russia Today. ჩვენ ყველა ვნახეთ რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება ამ პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ. და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა თავპირს ალეწავენ ახალგაზრდებს, როცა 19, 20, 21 წლის ბიჭებს უშვებენ ციხეში, ამ ყველაფერს აპროებს შემდეგ უკვე ტელეკომპანია იმედი. თუ მსახიობებს იჭერენ, თუ ექიმებს აპატიმრებენ, თუ გცემენ თავის ქალას აქ ხდიან, შემდეგ ტელეკომპანია იმედი მოგიყვებათ რომ ყველაფერი არის კარგად. ამიტომ პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და ტელეკომპანია იმედმა უნდა იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის სახალისება არ დარჩება მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი.